სასამართლოები მიყვარს და მიყვარს რომ მოსამართლეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლიც ვარდებიან ხოლმე ყოველთვის უხერხო მდგომარეობაში, რაღაც გამოვან მდგომარეობაში. იმის გამო რომ მართლა არასდროს არ ვაღვევ კანონს, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ადამიანები აღმოჩნდებიან ხოლმე რომ რთულ სიტუაციაში მოსამართლეს უწევს უბრალოდ რომ გაგამტყუნოს, სხვა ვარიანტი არა. გამტყუნებაში მეგულისხმობს სიტყვიერი გაფრთხილებაც ის არის გამტყუნება, ჩემს არ აქვს მნიშვნელობა ახლა. და იმდენად აბსურდია ჩემთვის პირბადის გამო რომ გაიმართო სასამართლო, რომელსაც შეიძლება მოყვეს პატიმრობა, რომ მე მზად ვარ წავიდე ამ პატიმრობაზე. ოღონდ ეს აბსურდი შედგეს და ადამიანებმა დაინახონ, ერთი ის იყო, ყველაზე დიდხანს სადაც მიდგენდნენ თავისუფლების მოედანზე, იქ ერთმა კაცმა გაიარა, რომელიც ვერაფრით ვერ იჯერებდა, რომ ჯერ ოქმით გებოდა ამ იმაზე და მერე ყველაზე მეტად გაუცდა, რომ ამაზე სასამართლო როგორ შეიძლება გქონდესო რა და რასაც ვიკურდები, ბევრი ადამიანია, რომელიც ვერ ხვდება სინამდვილეში ამ ხელა აბსურდში ცხოვრობს. შეიძლება ვიღაცა მართლა ახლა გაიგოს, რომ პირბადებს რუქავენ, მაგრამ ზოგადად მაგეთ რომ მივდივართ დიდი ხანია, მე მგონი ამაგის აღქმა საკმარისად არ არის.